თვითმმართველობისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების საკითხები განიხილებოდა დღეს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ასევე შვედეთის სრულუფლებიანი ელჩის შეხვედრაზე. დიანა იანსემ და დავით ნარმანიამ შვედეთის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობაზე ისაუბრეს და სამომავლოდ თანამშრომლობის გააქტიურების ასპექტებიც განიხილეს. რამდენიმე შეხვედრაც მქონდა. საკუთრებით საინტერესო იყო ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმირების საკითხებზე მათი მხარდაჭერა, მათ თქვეს, რომ შვედეთის გამოცდილება ძალიან საინტერესო იქნება საქართველოსთვის და ისინი მზად არიან ამ საკითხებზე თანამშრომლობენ, ისევე როგორც ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან და კონკრეტულად ნარჩენების მართვის და წყალმომარაგების სისტემის საკითხებზე. მე შევხვდი ბატონ დავით ნარმანიას იმისათვის, რომ გვესაუბრა იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა და იმ პროექტების განხორციელება, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შვედეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.